რასაკვირველია, სიყვარულს სჭირდება გაფრთხილება, მუდმივად გაღვივება და გაფრთხილება, იმიტომ რომ სიყვარული არის ისეთი რაღაც, სადაც არ არის პატივისცემა, სადაც არ არის სწორი კომუნიკაცია, შესაძლებელია ეს ურთიერთობები გაცივდეს და შემდგომ მოხდეს სამწუხაროდ დაშლა. გრძელვადიან ურთიერთობებს მუდმივად სჭირდება განახლება. პირველ რიგში ურთიერთობების გადარჩენა ხდება სწორი კომუნიკაციით. არ შეიძლება, როდესაც ერთმანეთს არ უსმენენ, არ ინტერესდებიან და აქ არის კიდე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, გონიათ, რომ ხშირად მაგალითად მამაკაცებს, რომ თუ კი უკვე მისი მეუღლეა, ის მისგან არასდროს არ წავა, ყველაფერს აიტანს, ყველაფერს შეეგუება, არ სჭირდება ყურადღება, არ სჭირდება, არ ვიცი, სადმე დაპატიჟება, საჩუქარი, კომპლიმენტი, ეს არის არასწორი. მუდმივი არაფერი არ არის და კიდევ მეორდები, ურთიერთობებს სჭირდება მუდმივი განახლება, მოსმენა, კომუნიკაცია, თუნდაც, არ ვიცი, სადმე გასვლა, გასეირნება. შეიძლება თქვას ვიღაცამ, რომ ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, არა, შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ საშუალება და უბრალოდ პარკში გაისეირნოთ. ანუ ის გაიხსენეთ შეყვარებული, როდესაც იყავით, როგორ იქცეოდით, ხომ? არ ვიცი, ეპატიჟებოდით, ცდილობდით გეთქვათ კომპლიმენტი, ცდილობდით, რომ აი ეს მისი გული მოგეპოვებინათ. ეს უნდა გააკეთოთ მუდმივად, თუ მუდმივად არა, პერიოდულად მაინც განაახლოთ და მამაკაცების შემთხვევაში ქალს აგრძნობინოთ, რომ ის თქვენთვის ისევ სასურველია და ასევე ისევ საინტერესოა. ნუ რა თქმა უნდა, ქალბატონებიც ანალოგიურად ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ მოდუნდებიან და თითქოს არ ვიცი, აღარც გაპრანჭვა საჭირო, აღარც ფლირტია საჭირო, აღარც რაღაც, ნუ სექსუალური ურთიერთობები კიდე ცალკე პრობლემა. არა, ეს ყველაფერი კიდევ მეორდები, გაიხსენეთ თქვენი შეყვარებულობის პერიოდი და ზუსტად იგივე გაიმეორეთ ხოლმე. მოკლედ, პირველი სწორი კომუნიკაცია, პატივისცემა, ყურადღება, კომპლიმენტები, ერთმანეთზე ზრუნვა და რა თქმა უნდა, ბოლოს როდის აუხსენით ერთმანეთს სიყვარული, ესეც გაიხსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვები და შესაბამისად თუ კი გსურთ, რომ თქვენი ურთიერთობები შეიძლება მოხდეს ისე, რომ გაცივდეს ხოლმე. ხდება ესეც, გაციებაც ხდება, გაციების პროცესიც, მაგრამ თავარია, რომ არ გაიფიქროთ, რომ არა უშავს და გაულის და რა მოხდა ახლა, ყველა ესეა, არ არის ყველა ესე. მუდმივად შეყვარებულობის პერიოდი უნდა გქონდეთ, თუ კი გსურთ, რომ თქვენი ურთიერთობები ძალიან დიდხანს ბედნიერად და ჯანსაღად გაატაროთ, რა თქმა უნდა იმეგობროთ თქვენ პარტნიორთან და არ უნდა დაკარგოთ ის შეგრძნება, რომ თითქოს ის უკვე ჩემია, მუდამ ჩემთან იქნება და რაღაც უნდა სითბო, სიყვარული და ზრუნვა. კი, სიყვარულს და ურთიერთობებს რაც წლები გადის, მით მეტად ზრუნვა სჭირდება და მით მეტად თუ არ შეიგრძნობთ, რომ ის თქვენი ადამიანია წლებთან ერთად, სიყვარული კიდევ უფრო მეტად მოდის, მეტად ღვივდება, მეტად გრძნობ, რომ შენია და მეტად გინდა, რომ გაუფრთხილდე. შესაბამისად, თუ ეს შეგრძნებები არ გაქვთ, მაშინ კარგად დაფიქრდით ამ ყველაფერზე.